კვირას 8 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა გრიგოლ პალამას თესალონიკელ მთავარეპისკოპოსს. ეკლესია 8 მარტს ასევე იხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე პოლიკარპეს მირნელს, ღირს ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის და სხვებს, სირიელ მეუდაბნოებს და ღირს ალექსანდრე მონაზონს, მღვიძარეთა სავანის იღუმენს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა შიომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეორე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. აი გავიდა ორი კვირა დიდი მარხვისა. შეგახსენებთ, რომ პირველი კვირა ეძღვნებოდა ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო გამარჯვებას, დაკანონებას უпроსწორედ. და როდესაც მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა გამოთქვეს ეკლესიის კრებსითი აზრი, სწავლება იმის თაობაზე, რომ უხილავი ღმერთის გამოსახვა შეიძლება საღებავებით და სხვა საშუალებებით. ამაზე მე გესაუბრე თქვენ წინა კვირას. და რატომ არის ეს შესაძლებელი? ვინაიდან მოხდა ღვთის განკაცება, ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება და ადამიანი კი, როგორც იცით, ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. აი სწორედ ამას გვახსენებდა პირველ კვირას ჩვენ წმინდა ეკლესია, ამ დიდ სიკეთეს და სინათლეს, ღვთის ხატებას ჩვენში, რაც არის ჩვენი ბუნების წარუშლელი არსი და საფუძველი. და მე ისიც გითხარით, რომ ნიშანდობლივია ის, რომ დიდი მარხვის პირველი კვირა შეირჩა ამისთვის ეკლესიის მამათა მიერ, ვინაიდან მარხვა ეს არის სინანულის დრო და სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხედავ ამ მეორე ნათელ მხარეს, როდესაც ხედავ სიკეთეს, როდესაც გრძნობ მას, როდესაც ხედავ ღვთის წყალობას და სიყვარულს შენდამი. რადგან მხოლოდ ცოდვების და არარაობის დანახვა ადამიანის სულში დამაზიანებელია სულიერი ცხოვრებისთვის და მიყავს მოწყინებამდე, სასოწარკვეთილებამდე, სულიერი ძალების არალიზებამდე. ამიტომ დიდ მარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ეკლესია გვეხმარება ჩვენ და გვიცავს ამ გადახრისგან და გვახსენებს ჩვენში ღვთის ხატებას და იმას, თუ რა სიმაღლეზე შეიძლება ადამიანი ავიდეს და რისკენ არის მოწოდებული. თუნდაც რომ უკანასკნელი დაცემულობიდან შეუძლია ამაღლდეს ასეთ სიმაღლეზე. და აი დადგა მეორე კვირა, რომელსაც ეწოდება გრიგოლ პალამას კვირა. წმინდა ეკლესია მიაპყრობს ჩვენ სულიერ მზერას გრიგოლ პალამას სწავლებისადმი, რომელმაც გასცა პასუხი კითხვას, თუ რა არის ეს ხატება ღვთისა ჩვენში, როგორია ის? და მან თქვა, რომ ღვთის ხატება ეს არის შუქი, სინათლე ჩვენში. მაგრამ არა ფიზიკური შუქი. არამედ სწორედ ეს შუქია, რომლითაც გაბრწყინდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თაბორის მთაზე, როდესაც ფერი იცვალა. ეს არის ღმერთის დიდების შუქი. და აი ხატება ღვთისა ჩვენში არის აი ამ საღვთო დიდების
შუქის სხივი. ჩვენ ვიცით რომ ღვთის ხატებას ჩვენში ვაბნელებთ, ვაზიანებთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის წარუშლელია. მისი წაშლა შეუძლებელია და აი ყოველ ადამიანში მიუხედავად დაცემულობისა არის ეს საღვთო დიდების სინათლე. სწორედ ეს არის გრიგოლ პალამას სწავლების აზრი. ის ამბობს ასევე საღვთო ენერგიაზე, რომელიც სუფევს მუდამ დედამიწაზე. და აი ხატება ღვთისა არის სწორედ ჩვენში საღვთო ენერგია. ანუ მადლი, როგორც ჩვენ მას ვეძახით. და ეკლესია ჩვენ როგორც პირველ კვირას, ასევე მეორე კვირასაც გვახსენებს ამ სიდიადეს, რომ მარხვის სარბიელი უფრო ადვილად განვლოთ. თითქოს გვეუბნება, რომ აი ნახე, რა საოცრება მიეცა ადამიანს. და რა არის მისი მოწოდება? რისკენ უნდა ისწრაფოს? და გრიგოლ პალამა წერს ასევე ძალიან უმნიშვნელოვანეს რამეს, რომ ადამიანი არის თანაზიარი ღვთაებისა. აი როგორია ადამიანი, აი როგორია დანიშნულება ადამიანის. რომ დაინახოს, რომ ის თანაზიარია ღვთაების, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, რომ ეს თანაზიარება განხორციელდეს. და როგორ უნდა განხორციელდეს? თუ კი ადამიანი მიდის იმ გზაზე, რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესია და რომელზეც მიუთითებს ის, აი თუნდაც წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომელსაც ჩვენ დიდი მარხვის დროს ყოველდღე კითხულობთ. სასუფეველი ღვთისა, ძვირფასო ძმებო და დებო, არსებობს ჩვენს გარეთ ობიექტურად. მაგრამ ხომ გახსოვთ, რას ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასევე, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია და აი სწორედ ეს არის თანაზიარება ღვთისა, სწორედ ეს არის განმხრთობა. და იმისთვის რომ ეს ჩვენში გაიხსნას სასუფეველი ღვთისა, საჭიროა რომ დავუჯეროთ, მივენდოთ ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თუ აესე მივენდობით და დავუჯერებთ იმ ბედნიერებამდე, რომ გაიხსნება ჩვენში ყოველივე საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც კი შეიძლება არსებობდეს, ეს არის თანაზიარება ღმერთთან. რისი ღირსიც დაე გამხდარიყავით მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.